მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ სტომატოლოგების შიშზე, ანუ დენტოფობიაზე, მინდა გესაუბროთ გამომწვევ მიზეზებზე და როგორ შეგვიძლია გადავჭრათ ეს პრობლემა. პირველი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი ამ ფობიის გახლავთ წარსულში უსიამოვნო გამოცდილება სტომატოლოგთან ვიზიტის. მეორე არანაკლები მნიშვნელოვანი გახლავთ ტკივილის შიში და მესამე გახლავთ კონტროლის დაკარგვის შიში. ამ სამივე გამომწვევი მიზეზის მოგვარება, მეგობრებო, შეგიძლიათ თქვენ სტომატოლოგთან საუბრით მხოლოდ და მხოლოდ. პირველ ფობიას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა ესაუბროთ თქვენ სტომატოლოგს იმ გამოცდილებაზე, რაც მიიღეთ წარსულში, რა არ გესიამოვნათ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტკივილის შიშს, მეგობრებო, ტკივილის შიშის დაძლევად შეგვიძლია იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ანესთეტიკები, გელები და ასე შემდეგ, რაც მაქსიმალურად უმტკივნეულოს ხდის სტომატოლოგიურ манипуляციებს. მესამე გახლავთ კონტროლის დაკარგვის შიში და ეს ყველაზე მარტივად მოგვარებადია ჩემი აზრით. თქვენ და თქვენი სტომატოლოგი უნდა შეთანხმდეთ, რომ ჟესტიკულაციით რაღაცნაირად მიახვედროთ თქვენ სტომატოლოგს, რომ გინდათ რომ გაჩერდეს ის და აღარ გააგრძელოს манипуляცია. შეიძლება ხელი აწიოთ, ან რაღაცა ესე გააკეთოთ და გაჩერდეს თქვენი სტომატოლოგი. ძალიან მაინტერესებს, რამდენ ჩემ გამომწერს და არა მარტო ჩემ გამომწერს აქვს დენტოფობია, თუ არ დაგეზარებათ, გთხოვთ რომ დამიწეროთ რამ გამოიწვია ეს დენტოფობია. მე დროებით დაგემშვიდობებით, არ დაგაუწდეთ ჩემი არხის გამოწერა.